ვილი სანიოლის საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელს, რომელსაც ქართული ფეხბურთის წინაშე მთლად გულახდილებით ვიკრებით გარკვეული ან გარკვეულზე მნიშვნელოვანი დამსახურება მიუძღვის, აქვს უთქვამს შემდეგი რამ. თუ გავიგე რომ ესპანეთის ნაკრები იქნება ჩვენი მეტოქეო, მე თამაშამდე ესპანეთის ნაკრებთან თამაშამდე გადავდგებიო. მართლაც ძნელია არ გადადგე, არ ვიცი ამდენად სწორი სიტყვა, მაგრამ ძნელია გაგება თუნდაც იმისა, რომ შენი მეტოქე არის სოფლიო ფეხბურთის ლიდერი ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები, რომელსაც ნაკლს ვერ მოუძებნი, ნაკლი პრაქტიკულად არ აქვს. ეს არის უაღრესად ვარსკვლავური გუნდი, უაღრესად შეთამაშებული გუნდი, რომელსაც არათუ საქართველოს ნაკრები, არამედ გერმანიის ნაკრები, ბრაზილიის ნაკრები, მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის ნაკრები, იტალიის ნაკრები, ინგლისის ნაკრები, საფრანგეთის ნაკრები, ჰოლანდიის ნაკრები, კიდევ რა ვიცი, ურუგვაის ნაკრები, მგონი ყველა მსოფლიო ჩემპიონი ჩამოვასახელე. ხო, ან შეუპირისპირდება, ან ვერა, ჰოლანდია ვთქვი, მაგრამ ჰოლანდია არ იყო მსოფლიო ჩემპიონი. იცით თქვენ, ერთხელ ქონდა შანსი 74-ში, 78-ში, მაგრამ 74-ში უფრო. და ძნელია შეუპირისპირდე ამ ფორმაციის ესპანეთის ნაკრებს. მეორე მხრივ ეს განცხადება ვილი სანიოლისა ალბათ მაინც არასწორია. ესპანეთის ნაკრებს ტოლსწორად ვერ ეთამაშები, მაგრამ რაღაცა წინააღმდეგობა კი უნდა გაუწიო. ეგრე არგენტინის ნაკრები რო ჩამოვიდეს, მესი რო თამაშობდეს, ან მარადონა რო გააცოცხლო და მარადონა მესი, კემპესი და ბერტონი, ამ გამახსენა რა შუაშია ამათთან ეხა ბერტონი, ბატისტუტა და ვინ არა რომ თამაშობდეს იმ არგენტინის ნაკრებში, ამ შემთხვევაში საერთოდ ხმალი უნდა აყარო, აბრაუდაკნა. ხო, მარადონას ვერ გააცოცხლებ და დი სტეფანოსეს ვერ გააცოცხლებ, რასაკვირველია. და კიდევ ომარ სიორის, რომელიც 60-იან წლებში ნამდვილად არგენტინაში თამაშობდა, დი სტეფანო ხო საკამათოა კი არა არ თამაშობდა, მაგრამ ის ომარ სივორი რომ გააცოცხლო. კარგით, ეხლა მე იმას კი არ ვამბობ, რომ მე კარგად საშუალოზე კარგად ვიცი არგენტინული ფეხბურთი და არგენტინული ფეხბურთის ისტორია. მოკლედ, სანიოლის ეს განცხადება ჩემი მოსაზრებით არასწორია. შენ წინააღმდეგობა უნდა გაუგწიო ნებისმიერ ნაკრებს, ესპანეთს, ბრაზილიას, არგენტინას, გერმანიას და ასე შემდეგ. ეს არის ერთგვარად იმ კაცის ნათქვამი, ან იმ გვარი კაცის ნათქვამი, რომელსაც აკითხავთ გარკვეული დამსახურებები, შესაძლოა გარკვეულზე მეტი დამსახურებაც კი აქვს ქართული ფეხბურთის წინაშე, საქართველოს წინაშე, მაგრამ ეს კაცი ადასტურებს ამით, რომ ის წამსვლელია, ის თავჩაქინდრულია, თუ გდებავთ ვიტყვი ასე. დიახ, ვილი სანიოლიზე წარმატებული უცხოელი მწვრთნელი, უფრო დიდი მწვრთნელი ჩვენ ყოლია, მაგრამ უფრო წარმატებული მწვრთნელი ჩვენ არ ყოლია. უფრო დიდი არ იყო ალან ჟირესი, ასე მაგალითად, ან მაგალითად ივო შუშაკი. არა, რასაკვირველია, არც ერთი და არც მეორე, მაგრამ მაგალითად ექტორ რაულ კუპერი ან ტოპ მიოლერი, ხო? ნამდვილად იყვნენ მასზე დიდი მწვრთნელები, რომლებმაც ვერაფერს ვერ მიაღწიეს, მიუხედავად იმისა, რომ ერთსაც და მეორესაც პრინციპში ქართული მასშტაბით ვარსკვლავური შემადგენლობა ჰყავდა. ვარსკვლავური შემადგენლობა გვყავს ახლაც ქართული მასშტაბით, ძლივს აღორძინდა ქართული ფეხბურთიო, ბევრი ჩვენგანი იტყო და უფრო და არა იტყვის, მაგრამ ამ დღევანდელი თაობის მთელი პრობლემა არის თავჩაქინდრულობა. ასე უნდა ვთქვა ღიად. ეს ნაკრები, ამ ფორმაციის ნაკრების ფეხბურთელები ყველას ჩვენ აქაც წარსულ დროში უნდა წარმოვთქვა ეს ზმნა, ჩვენ ყველას გვიყვარდა და არა გვიყვარს ინდივიდუალურად. რასაკვირველია, ახლაც ვუქომაგებთ რომელიმე ერთ მათგანს ან ბევრ მათგანს, ვიტყვით, ოხ რა მაგარი სეივი გააკეთა მამარდამო, ან ვიტყვით, რომ ოხ რა მაგარი გოლი გაიტანა კვარაცხელიამო, ბურთი გაიტანაო, ოხ რა მაგრა ჩაკეტა მაგალითად ქოჩორამო, ან რა კარგად არ ვიცი, კარგი გარღვევა ჰქონდა რომელიმე ერთ მათგანსო, აი კაშიან ახლა მართლაც უნიკალური კაპიტანიაო, შეიძლება ესეც წარმოვთქვათ, მაგრამ ამ ფორმაციის ნაკრებმა უკვე თავი ჩაქინდრა და გეტყვით რატომ. შარშ ეს როდის იყო ევროპის ჩემპიონატზე, მოკლედ ეხლა 2025-ია შარშან, ხო? შარშან ის ძალიან გვიყვარდა. ჩვენ მას შარშან ვეტრფოდით, ჩვენ მათ ფეხბურთელებს ხელში ვატატებდით, ჩვენ მათ
ფეხბურთელებს ვეთაყვანებოდით, იმიტომ რომ ისინი საქართველოსთვის იყვნენ, მაგრამ პოლიტიკამ შესჭამა მათი რეპუტაცია და პოლიტიკამ კი არ შესჭამა უფრო, არამედ მათმა პოზიციამ, სამოქალაქო პოზიციამ, მოქალაქის პოზიციამ სწორედაც რომ ფართო გაგებით პოლიტიკურ პროცესებზე, პოლიტიკურ საკითხებზე, თუ არა, პოლიტიკურ საკითხებზე კი არა, სწორედ სამოქალაქო ან ადამიანურ საკითხებზე, როგორ არც ერთ მათგანს ამ ხნის განმავლობაში, არც ერთხელ, არც შარშან ნოემბერში, დეკემბერში, არც წელს იანვარში, თებერვალში, ვიდრე დღემდე არ წასცდენია ერთი სიტყვა იმაზე, რაც ხდება თბილისის ქუჩებში, მადლობა ინგამ წყალი მომიტანა, რომ ბერო დავახველო ევან არ დავიხჭო. არ წასცდენია იმ პროცესებზე, იმ ამბებზე, პროცესებზეც არა, იმ კონკრეტულ ამბებზე, რაც თბილისის ქუჩებში და არა მხოლოდ თბილისის ქუჩებში ხდება, იმ სასტიკ მოპყრობაზე ადამიანის, მოქალაქის მიმართ, სხვათა შორის იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც მათი კომაგები იყვნენ, ამ კომაგებიდან ზოგი ახლა საპატიმროშია, გამორჩეული კომაგებიდან, მეც კომაგი ვარ, განა არა, მეც გულშემატკივარი ვარ, განა არა, მაგრამ ჩემზე ბევრად დიდი, ბევრად სერიოზული, ბევრად თავდადებული კომაგი, ბევრი არის ახლა საპატიმროში კონკრეტული გვარსახელებით, რომლებიც ასე ყოველ მატჩს ესწრებოდნენ ერთია და ყოველ მატჩს ზეიმად აქცევდნენ ტრიბუნებიდან, მაგრამ არც ერთ მათგანს მაპატიოს თითოეულმა ცხადია, არ წასცდენია მათი მხარდასაჭერი არც ერთი სიტყვა, არც ერთ მათგანს არ წასცდენია მათი დემონსტრანტების, ადამიანების, მოქალაქეების მხარდაჭერი არც ერთი სიტყვა, რას უშვებით მოქალაქეს, რომელსაც სცემს თქვენი გედედე, რომელსაც სცემს თქვენი პოლიცია, რომელსაც სცემს თქვენი სახელმწიფო, აპატიმრებს, ციხეში ამწყდებს, რას უშვებით მასწავლებელს, ექიმს, სპორტსმენს, მსახიობს, მწერალ პოეტს, რას უშვებით ადამიანებს, რომელიმე ერთს, რომ გაებედა და ეთქვა, რომ ბატონებო, ხელისუფლებად წოდებული ბანდის ან ხელისუფლების წარმომადგენელ ყობახიძე ირაკლი, იცი რა არის, იქნება და შენ იყო უფრო სულგრძელი, ან უფრო კეთილშობილი და არა კეთილადარაშობილი, ხო, იქნება და უკეთესი საქართველოს შევქნოთ. აი ამან განაპირობა სწორედ განშორება საქართველოს იმ საფეხბურთო კლუბი მეორე ნაკრებისაგან, რომელიც ძალიან გვიყვარდა, რომელსაც ძალიან ვეტყოდით და რომელმაც ამ ნაკრებმა ქართველი გულშემატკივარი დააბრუნა ტრიბუნებთან წააგებს საქართველოს ნაკრები. ესპანეთთან კი არა, ესპანეთთან მარცხი არ არის სათაკილო, წააგებს საერთოდ კონცეპტუალურად რიგ შემთხვევებში აბსოლუტურად მეშვიდე ხარისხოვან გუნდებთანაც კი მიუხედავად იმისა, რომ ზოგი კი არა პრაქტიკულად ყველა ან ბევრი ფეხბურთელი საუკეთესო ფორმაშია, ან საუკეთესო ფეხბურთელია ამ ფორმაციის საფეხბურთო ნაკრებში, ყოველ შემთხვევაში ამ თაობაში ამის მიუხედავად საქართველოს ნაკრები იქნება არა გამარჯვებული, არამედ მარცხიანი, იმიტომ რომ ერთიანი სულისკვეთება კომაგისა და სულისკვეთება 11 თუ 22-23 ფეხბურთელისა თავის სამწვრთნელო შტაბთან ერთად არ არის ერთ კალაპოტში მოქცეული. ჩვენ არა ვართ სამწუხაროდ, აღარ ვართ სამწუხაროდ ჩვენ ერთი გუნდი და ამაში ბრალეული რასაკვირველია არის არა რუსიკო ყობახიძე, ეს ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომელისთვისაც მხარი უნდა დაეჭირა ფეხბურთელს საქართველოს ნაკრებისა ყველაზე ცნობილს, ასე მაგალითად კვარაცხელიას თუ ნაკლებად ცნობილს რომელიმეს, არამედ მხარი უნდა დაეჭირა მთლიანად გუნდს, საფეხბურთო ამ ქარს და ის არ უნდა გადაბრძანებულიყო, არ უნდა გადასულიყო ყოფილი ფეხბურთელის მიხეილ ყაველაშვილის და ყოფილი ფეხბურთელის კახა კალაძის
ესე კონცეპტუალურ გუნდში ეს ორი უკანასკნელი სხვათა შორის როგორც ყოფილი ფეხბურთელები ხშირად ჩადიოდნენ ხოლმე გასახდელში გამარჯვებების შემდეგ უმრავლეს შემთხვევაში და ხანდახან შეიძლება მაშინ როცა საფეხბურთო ნაკრები მარცხს იწვევდა ჩაეხუტებოდნენ ხოლმე ფეხბურთელებს ამხნევებდნენ უმრავლეს შემთხვევაში კი არა პრაქტიკულად ყოველთვის ყალბი პათეტიკური სიტყვებით ეუბნებოდა ყაველაშვილი რომ აბარცხება და გამარჯვება ხო რაღაც ძმები არიან და რაღაცა თითქოს ისე წარმოაჩენდა რომ თითქოს თვითონ მეტია რაღა პრეზიდენტია ამ მეტი ფეხბურთელი იყო უკეთესი ფეხბურთელი იყო რაღაცა უთამაშია ბრიტანეთში თუ შვეიცარიაში ვლადიკავკაზის ალანიაში უთამაშია ამ დღევანდელ პრეზიდენტად წოდებულს ბარემ ვიტყვი მაგრამ აქ საერთოდ ირღვეოდა მორღვეული იყო მთავარი არსის საფეხბურთო ნაკრები არ არის და არ შეიძლება იყოს ყაველაშვილისა მიუხედავად იმისა რომ ყაველაშვილი ფეხბურთელი იყო არ შეიძლება იყოს კალაძისა მიუხედავად იმისა რომ კალაძე ჯერ ერთი ყაველაშვილზე ბევრად წარმატებული ფეხბურთელია მაგრამ მიუხედავად იმისა რომ კალაძე ფეხბურთელი იყო არა კალაძე ფეხბურთელი იყო მაგრამ არც პოლიტიკოსად ვარგა და გეტყვით ასე რომ არც მოქალაქედ ვარგა ახლა სიტყვა კაცი რომ არ წამომცდეს შემთხვევით დიახ ეს ის კალაძე კი არ არის ორი ბურთი რომ გაიტანას საკუთარ კარში ეს ვიცით ყველა მაგრამ ეს არ არის დასაძრახი კი უიშვიათესი შემთხვევაა სხვა შემთხვევებს მსგავსი მე არ მახსენდება მაგრამ ეს ის კალაძეა რომელიც როგორც მოქალაქე არა როგორც ადამიანი მოდი ასე ვიტყვი მოქალაქე კიდევ არა უფრო ადამიანი ჩაიჭრა საკუთარ ძმაკაც შევჩენკოსთან ჩაიჭრა თავის საკუთარივე წვრთნელად გარდაცვლილ ლაბანოვსკისთან მკვდართან ჩაიჭრა და ცოცხლებთანაც ხო ჩაჭრილია ანუ ჩვენ სინამდვილეში ჩვენს კომაკთან ჩადის იქ გასახდელში არა იმიტომ რომ ედარდება ეს საფეხბურთო ნაკრები არამედ იმიტომ რომ თავი გაიპიაროს self კამერა აქვს უმრავლეს შემთხვევაში ჩართული და აჩვენებს რამდენად ჭერმეტყველია თითქოს რამდენად არის საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კომაგი არ არის კალაძე კომაგი და ამათ რომ კონცეპტუალურად გაუერთიანდა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყველა ფეხბურთელი პრაქტიკულად გაუერთიანდა შეუერთიანდა მიუერთიანდა ასე ვიტყვი არა მოიღორა ხმა იმ უკეთურობებზე რასაც ჩადის კალაძე თუ ყაველაშვილი თუ მათი ხელისუფლება რომელიმე მათგანმა აი კალაძე აქ რო ყავდეს ხო ეთყოდი რომ რა ჩაიდინეთ შენ მოქალაქეს ექიმს მასწავლებელს ხელოვანს ნებისმიერი პროფესიის ადამიანს ხო 11 ადამიანი რო ვიყოთ შეკრებილი ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენლები ჟურნალისტები თუ მსახიობები თუ წერლები თუ ექიმები ხო ვეტყოდით რომ რა ჩაიდინეთ ამ 11-მა თუ 28 ფეხბურთელმა გასახდელში ჩასულ თუ ყაველაშვილს და თუ კალაძეს ვერ გაუბედა ვერც ერთმა მათგანმა რა ჩაიდინეთ ქართული სახელმწიფოს წინაშე საქართველოს ევროპა კი ეს უთქვამს რომელიმე კი არა რამდენიმე მათგანს დროშაც გამოუფენია საკუთარ Facebook თუ Instagram გვერდებზე უთქვამს რომ საქართველოს ევროპაა და წერტილი დასმულია ის წერტილი დასმული ამბავია ეს ისინი მათ მოუქონეს გული ისინი გარდაქმნეს იმგვარებად რომ კომაგი სამწუხაროდ არ ბრუნდება სტადიონზე და აკი ესეც არის არა ესპანეთთან დამარცხდები არამედ ამ ნაკრების ამ ფორმაციის ამ ნიჭიერი ფორმაციის ფეხბურთელთა ნაკრების მარცხის მთავარ მიზეზი მაგრამ მე არ მინდა მხოლოდ ფეხბურთელებზე ვილაპარაკო კიდევ 3 წუთი გავჩერდები ახლა კიდევ 3 წუთი გაგრძელდება ეს ვიდეო იგივე ეხება გუნდურ ნებისმიერ სახეობას სად არის რაგბი მორაგბი აი ბრგეკაცები არა რაგბისტები ეს თომას უშვებენ ხოლმე ჩემივე კოლეგები ხშირად არამედ მორაგბეები სად არის თემი რომელიც უნდა იდგეს ხალხის გვერდით იმიტომ რომ ისინი ჯერ ერთი ბრგენი არიან და მეორე სპორტის იმგვარი სახეობაა მორაგბეობა რაგბი რომ ერთმანეთის თანადგომა არის გარდაულა და უცილებელი არა პოლიტიკაში არ ვერევითო იტყვის რომელიმე კარგი განა არა მორაგბე მაგრამ პოლიტიკაში არ ჩაერია განა დღევანდელი ფედერაციის თავმჯდომარე კაჭარავა რომელიც ამ რამდენიმე ხნის წინ დეპუტატი იყო პოლიტიკოსის იდენტობა რა არ შეიძინა სამწუხაროდ მან შეიძინა და ამასთან როგორ ის ხალხის ძალის აი რუსულთა შორის რუსული ძალა როა უმრავლესობის წევრი იმის ერთ-ერთი სახე იყო ხოლო რაგბის კავშირში გვერდს მას უშვენებს მშობელი მამა მშობელი ფედერაციაში თუ კავშირში კომიტეტში თუ რაღაცა აღმასრულებელ კომიტეტში გვერდს თუ მას უშვენებს მშობელი მამა
ირაკლი კობახიძისა, ასე ყოფილი მორაგბე ცხადია წარუმატებელი გია გიორგი კობახიძე გაუერთიანდა ის ამ ყალბ პატრიოტიზმს შექმნილს რაგბის ფედერაციაში, სწორედ მის პერიოდში და ამ გვარობას, როდესაც მორაგბეს, რომელიც შეჭიდებაშია, რომელიც რაგშია, რომელსაც ლელო აქვს დასადები, რომელიც იბრძვის ქვეყნისათვის და ეროვნული ნაკრებისათვის და დროშის აწევისათვის და ლელოს დადებას ლამობს და ასე შემდეგ, აღარ აინტერესებს რაოდენობით 22-იც არ უნდა იყოს, რაოდენობით 22-იც არ უნდა იყოს ქვეყანა და მისი სულისკვეთება, ის სულისკვეთება კი იცით, თქვენ რუსთაველზეა და არა ფეხბურთის მოედანზე და არა სარაგბო მოედანზე და არა სარაგბო ტრიბუნებზე და არა საფეხბურთო ტრიბუნებზე სულისკვეთება ქუჩაშია ერთი პოსტი, ერთი შეძახილი, ერთი ამოძახილი იყო საკმარისი ნებისმიერი მორაგბისა თუ ნებისმიერი ფეხბურთელისა, რომ საქართველოს ნაკრებების მიმართ საფეხბურთო და სარაგბო ნაკრებების მიმართ კომაქს გული მიბრუნებოდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ იაპონიასთან არის თუ არ ვწდები ახლა მატჩი მორაგბეებისა მათ ვერ დავამარცხებს, შეიძლება დავამარცხოთ კიდეც, მაგრამ გულიდან ვწუხარ, რომ ამოგლეჯილია სპორტის ის სახეობები, რომლებიც ჩვენი უნდა ყოფილიყო და ჩვენი იყო კიდეც ვსეიბობდით რასაკვირველია რაგბში იტალიის დამარცხებას. ის იტალია ხელწამოსაკრავი კი არის 6 ერის პირველობაშია, ან ფეხბურთო ტურნირზე, მნიშვნელოვან ტურნირზე, ევროპის ჩემპიონატზე წინ წაწევას, რასაც ხა ევროპის ჩემპიონები ვერ გავხდებოდით, მაგრამ ეს პირველი შემთხვევა იყო და ვაგლახ სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ შესაძლოა უკანასკნელიც კი ამ ფორმაციის ნაკრებისა ვიდრე არ დაბრუნდება, არ მიუბრუნდება გული კომაქს ამ შემთხვევაში საფეხბურთო ნაკრების კენტორე მამარდაშვილს თუ რაბისპიერ ფეხბურთელს ხო კვარაცხელიას რასაკვირველია პარის სენ-ჟერმენში თამაშობს კაცო რასაკვირველი ინდივიდუალურად უკომაგებდა ეს რაღაცა ყუშები ტოტალიზატორებში გაიტანს თუ არა კვარაცხელია გოლს დადებ კვარაცხელიას გოლზე მაშინაც კი როცა გეგონება რომ კვარაცხელია ფორმაში არ არის და გოლს ვერ გაიტანს იგივე ეხება უბრალოდ აღარ გავაგზავნებთ თქვენის ნებართვით საქართველოს საკალათბურთო ნაკრებსაც ვწუხარ რომ ასეა საქართველოს საკალათბურთო დღევანდელი ფორმაციის ნაკრებიც სამწუხაროდ არ არის ისეთი რომლისკენაც კომაქს გული მიუბრუნდება გული მიუბრუნდება გულს ჩაუდებს საფეხბურთო საკალათბურთსა სარაგბო და საკალათბურთო ნაკრებსაც და ეს იმ პოლიტიკის ბრალია რომელიც აქვს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას სპორტის სახეობების მიმართ არა იმიტომ რომ არ ეხმარება ახლა რას ლაპარაკობთ ნამხელა ფულია ჩადებული რაგბიში და ასე შემდეგ მაგრამ სული გამოაცალეს და სული მორაგბისა პირველ ყოვლისა ალბათ სული ფეხბურთელისა ინდივიდუალურად სული კალათბურთელისა სული ნებისმიერი გუნდური და ინდივიდუალური სპორტის სახეობებიდან სპორტსმენებისა უნდა იყოს ისეთი რომ ხალხს უყვარდე ხალხის მხარდაჭერის გარეშე, ხალხის სიყვარულის გარეშე, ხალხთან ერთად ბრძოლაში მორაგბეებმა უნდა გაიგონოს ალბათ ყველაზე კარგად ყოფნის გარეშე, ტალახის ზელვის გარეშე, ხალხთან ერთად პირდაპირ მნიშვნელობით გაიგებთ მაინც და მაინც ხო სიყვარული მიდის, ქრება და შესაბამისად შენც არა გამარჯვების გზებზე დგები, არამედ დამარცხების გზაზე ხარ თუ გზებზე ხარ შემდგარი. ვწუხარ, მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია.